მოგესალმებით კოლეგებო, მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო. დღეს 5 საკითხი გვაქვს განსახილველად, გთხოვთ კენჭი უყაროთ წარმოდგენილ საკითხებს. და დავიწყოთ პირველი საკითხით, რომელიც გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოხსენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქალბატონი ინგა ხალაძე. ქალბატონო ინგა, გთხოვთ გისმენთ. დიდი მადლობა, მოგესალმებით პატივცემულო დეპუტატებო, დამსწრე საზოგადოებო. წარმოგიდგენთ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტს. წარმოდგენილი ცვლილებით სამხრეთ კავკასიის მილსადენისა და ჩრდილო-სამხრეთ მაგისტრალის გასადენის ფუნქციონირებაზე, ოპერირებასა და მართვაზე ამ კანონის მოთხოვნები არ გავრცელდება 2036 წლის 31 აგვისტომდე. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით შესაბამისი მოთხოვნები ამ ინფრასტრუქტურაზე არ ვრცელდება ამ წლის, ანუ 2026 წლის 31 აგვისტომდე. ვადის გახანგრძლივება მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების უწყοτების უზრუნველსაყოფად. შედეგად, აღნიშნული ინფრასტრუქტურის მიმართ 2026 წლის 31 აგვისტომდე კვლავ იმოქმედებს მოქმედი საერთაშორისო და კომერციული ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირობები, რაც უზრუნველყოფს არსებული საოპერაციო მოდელის შენარჩუნებას. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ თქვენს მხარდაჭერას. კოლეგებო, კითხვები ხომ არ გვაქვს? გთხოვთ დაუჭიროთ ხარი, ვინ არის მომხრე? მადლობთ. მადლობთ ქალბატონო ინგა. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. ეს გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი საქართველოს სივრცითი დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. კანონპროექტი წარმოდგენილია პირველი მოსმენით, მოხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი ლევან მაჯავარიანი. ბატონო ლევან, გისმენთ? მადლობთ ბატონო თავმჯდომარე. დაჩქარებული წესით პირველი მოსმენით წარმოგიდგენთ კანონპროექტს საქართველოს სივრცის დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. არსებული რეგულაციით თუ ქალაქ თბილისის საზღვრებში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სამშენებლო ან სარეაბილიტაციო ნებართვას გაუვიდა მოქმედების ვადა, მაგრამ მშენებლობა ან რეაბილიტაცია დამთავრებული არ არის, დარღვეულია სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნები ან განხორციელებულია უნებართვო მშენებლობა, დამრღვევს განესაზღვრება 90 დღიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვისა. წარმოდგენილი კანონპროექტით ხდება დაზუსტება თუ რომელ სამუშაოებზე გავრცელდება აღნიშნული დამატებითი ვადა დარღვევის აღმოსაფხრელად. კერძოდ, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე მხოლოდ კვლევით და მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომელიც ითვალისწინებს უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის გამაგრებას ან გაბარიტის ცვლილების არაუმეტეს 10 კვადრატული მეტრისა და ასევე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში განხორციელებულ პირველი კლასის სამუშაოებზე და უნებართვო მშენებლობაზე თუ ახალი შენობის ფართობი ან არსებული შენობის ნამატი ფართობი 10 კვადრატულ მეტრს არ აღემატება. აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება იმ მშენებლობაზე, რომელსაც ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი, ესენი ავარიული შენობა ნაგებობების ჩანაცვლება ან და ქალაქ მშენებლობითი ღონისძიების ფარგლებში განხორციელებული მშენებლობა. პროცედურული თვალსაზრისით აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანია, რადგან ძველ შენობებზე სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას გრუნტის სხვადასხვა ფენების მოხსნისას ხშირად ვლინდება ისტორიული მშენებლობის სარდაფები. სხვადასხვა სახის არქეოლოგიური მასალა და სიძველეები, რომელიც საჭიროებენ კონსერვაციას ან აღდგენას, რაც აუცილებელს ხდის შეიცვალოს არსებული პროექტი ან და დამუშავდეს სრულიად ახალი საპროექტო დოკუმენტაცია. კანონპროექტის მიღების შედეგად მოსალოდნელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე უკანონო მშენებლობის მაქსიმალურად შემცირება და უფრო მეტად პროპორციული და პრევენციული სისტემის შექმნა. კიდევ უკეთ რო განმარტო, ხო? როდესაც ეს ცვლილება მიღებული იყო და კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მდებარე შენობა ნაგებობაზე გათავისუფლებული იყო ხალხურ ენაზე რო ვთქვათ, კიდევ უფრო მაგალითად არის იტალიური ეზო და ვიღაცას ჰქონდა რაღაცა 8 კვადრატული საპირფარეშო მოშენებული, ხო?
იქიდან გამომდინარე რომ ამ ხალხს ეგვეზრუნა და მათ რაღაცა ჯარიმა არ ქონოდათ გადასახდელი, გავაკეთეთ გამონაკლისი და ამ შემთხვევაში გავათავისუფლეთ ჯარიმისგან და ვთქვით რომ პირდაპირ უნდა შეთანხმებულიყო ეს ცვლილება. იქიდან ოღონდ ხაზგასმული იყო იმ ცვლილებაში რომ ეს ეხებოდა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობებს. იქიდან გამომდინარე რომ რიგი დეველოპერები ესე რომ ვთქვათ სარგებლობდნენ ცოტა არაკეთილსინდისიერად ამ ჩანაწერით, მაგიტომ გახდა ეს ყველაფერი დასაზუსტებელი. მაგალითად, ვიღაცას აქვს რაღაცა მშენებლობა, ცვლილებები შეიტანა უშუალოდ პროექტში და იქიდან გამომდინარე, რომ ამ კანონის ქვეშ ექცეოდა, ჯარიმას არ იხდიდა და ბოლოს უკვე ამ ცვლილებას შეათანხმებდა არქიტექტურაში. ამ შემთხვევაში უკვე კონკრეტიზაცია ხდება ამ პროექტით, რომ ესეთი შავი ხვრელის საშუალება აბსოლუტურად არავის არ დაუტოვოთ. და პირდაპირ არის მითითებული, რომ თუ ეს არის 10 კვადრატული მეტრის რაღაცა იგივე საპირფარეშოს მოშენების საკითხი, ჩვეულებრივად ძალაში დავტოვოთ, ხოლო ნებისმიერი სხვა ცვლილება, რაც არ უნდა გააკეთოს დეველოპერმა, აბსოლუტურად ყველაფერი, მაგიტომ არის კაფეოდ განსაზღვრული პირველი კლასის მშენებლობა, მეორე იქნება, მესამე, მეოთხე კლასის მშენებლობა იქნება, ჩვეულებრივად ექნება იჯარიმა გადასახდელი, რომელიც ჯარიმაც გადასახდელი ექნებოდა ის რომ არ ყოფილიყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ერთადერთი ამ შემთხვევაში ჩვენ ხაზს უსვამთ, რომ უნდა დავტოვოთ ჩვენი გადმოსახედიდან MGF-ისთვის ეს თავისუფალი სივრცე, ესე რომ ვთქვათ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჩანაცვლებითი პროგრამები რაც ხორციელდება, იქ შეუძლებელია, რომ თავდაპირველად ისე დაგეგმონ ვადები, რომ იმ შენობის დანგრევის დროს რაღაცა ისეთი არ აღმოაჩინონ, რომელიც ფიზიკურად თავიდან გათვლილი არ ექნებოდათ. ანუ ძალიან რთული არის ესეთი სახის კულტურული მემკვიდრეობის ზონაში, კონკრეტულად MGF-ისთვის ეგეთი ტიპის დაგეგმა. შესაბამისად, ჩვენ გვთავაზობთ, რომ მხოლოდ MGF-ისთვის დავტოვოთ ეს ყველაფერი ისე როგორც არის და დანარჩენი აი ესე ამოვქოლოთ ეს შავი ხვრელები დეველოპერებისთვის, რომ ვერ ისარგებლონ ესეთი კანონის ჩანაწერით. ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. კოლეგებო, კითხვები ხომ არ გვაქვს დამატებით? გთხოვთ კენჭი უყაროთ წარმოდგენილ კანონ პროექტს, ვინ არის მომხრე? მადლობთ. მე ბატონ ირაკლის ვთხოვ, რომ მესამე საკითხი გამოიტანოს, რადგან მე გახლავართ მოხსენებელი. მოგესალმებით, ძვირფასო კოლეგებო. წარმოგიდგენთ კანონ პროექტს ლატარიების აზარტული და მომგებიანი თამაშობის მოწყობის შესახებ საქართველოს კავშირის შეტანის თაობაზე და გამომდინარე კანონ პროექტებს. მოხსენებელია ბატონი შოთა ბერიკაშვილი, გთხოვთ ბატონო შოთა ცალსაკი გავყვეთ. მადლობთ, ბატონ ირაკლი, დავიწყოთ. პირველი არის ლატარიების აზარტული და მომგებიანი თამაშობის მოწყობის შესახებ საქართველოს კავშირის შეტანის თაობაზე. პირველი მოსმენით დაჩქარებული წესით წარმოგიდგენთ საქართველოს კანონ პროექტს ლატარიების აზარტული თამაშებების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. როგორც მოგეხსენებათ, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს შექმნა სათამაშო ინდუსტრიის ზედამხედველობის ძლიერი მარეგულირებელი და ტექნიკური ინფრასტრუქტურა. შერჩეული პირის მიერ ოპერირებადი ცენტრალური მონიტორინგის სისტემის დანერგვამ მნიშვნელოვნად გაზარდა გამჭვირვალეობა, საგადასახადო შესაბამისობა და ეფექტური კონტროლი. აღნიშნული საფუძველზე ყველა სათამაშო ოპერაციის შესახებ ინფორმაცია აღირიცხება, კეთდება ანალიზი და კონტროლდება. კომპანია ვალდებულია დაამტკიცოს ფინანსური მდგრადობა, მართვის გამჭვირვალობა, ბენეფიციარი მფლობელობის ვინაობა და დაემორჩილოს მოთამაშეთა ვერიფიკაციის მსოფლიო დონის სტანდარტებს. ამავე დროს გლობალური ელექტრონული სათამაშო ინდუსტრია სწრაფად ვითარდება და რეპუტაციული ოპერატორები აქტიურად ეძებენ იურისდიქციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ პროგნოზირებად და გამჭვირვალე სანებართო პროცესებს და თანამედროვე გადახდის ინსტრუმენტებს. წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია ახალი კატეგორიის სანებართო ჩარჩოს დანერგვის გზით საერთაშორისო სათამაშო ბიზნესის ოპერატორების საქართველოში შემოსვლა. მათ ინტერნეტ ვებგვერდზე კი საქართველოს მოქალაქეების დაშვების ავტომატური აკრძალვა. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად სათამაშო ბიზნესის სფეროში შემოღებული იქნება ახალი კატეგორიის ნებართვები სისტემურ ელექტრონული ფორმით თამაშობების საერთაშორისო ორგანიზებისთვის. აღნიშნულ თამაშობებში მონაწილეობის მიღება არ იქნება დასაშვები საქართველოს მოქალაქეებისთვის. ახალი კატეგორიების სანებართო რეჟიმის მქონე სუბიექტებზე გავრცელდება იდენტური სანებართო პირობები, უფლება-მოვალეობები და ჯარიმები, რაც მოქმედი კანონმდებლობით დაწესებულია სისტემურ ელექტრონული ფორმით თამაშობების ორგანიზებისთვის. ასევე სანებართო კონტროლისა და შერჩეული პირის მიერ დანერგილი კონტროლის ელექტრონული სისტემის მოთხოვნები სრულად გავრცელდება ახალი ნებართვის ტიპზე და აღნიშნული ნებართვის მაძიებელზე.
ასევე ერთი ნებართვის საფუძველზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთი ინტერნეტ დომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზება, როგორც სისტემურ ელექტრონული ფორმით თამაშობების ორგანიზებისთვის, ისე საერთაშორისო ორგანიზებისთვის. სარეგულაციო ჩარჩოს ამგვარი განვითარება ემსახურება პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეების სათამაშო ინდუსტრიის დამატებითი მავნე ზეგავლენისგან დაცვას, რაც უშუალოდ გამოიხატება ახალი ნებართვის ფლობელების ვებგვერდზე საქართველოს მოქალაქეების დაშვებაზე აბსოლუტურ აკრძალვის დადგენით. ხოლო მეორე მხრივ, ახალი რეგულაცია ხელს შეუწყობს სათამაშო ბიზნესის მიმართულებით თვისობრივად ახალი ინდუსტრიის შექმნას საქართველოში, მათ შორის ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მაღალანაზღაურებადი კადრების რელოკაციას, მეორად ეკონომიკურ განვითარებას და პირდაპირ საბიუჯეტო შემოსავლების დას. კი ბატონო, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ. მოდი ამ ნაწილში კითხვები. სალიცენზიო და სანებართვოს მოსაკრებელის შესახებ. ხო, მეორე გახლავთ ლიცენზიებისა და ნებართვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტით განისაზღვრება სათამაშო ბიზნეს სფეროში ახალი ნებართვის სახეები, რომლებიც დაკავშირებულია სისტემურ ელექტრონული ფორმით თამაშობების საერთაშორისო ორგანიზებასთან. ეს გახლავთ ცვლილება. კითხვები არ არის. სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებელის შესახებ. კანონპროექტით წესდება მოსაკრებელი თითოეულ საერთაშორისო ოპერატორზე 100,000 ლარით 5 წლის პერიოდში. კი ბატონო, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის შესახებ. კანონპროექტზე ზუსტება სათამაშო ბიზნეს მოსაკრებლის გადამხდელთა წრე, კერძოდ საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის ფლობელი არ ჩაითვლებიან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელად. სისტემურ ელექტრონული ფორმით თამაშობების ორგანიზების ნებართვის ფლობელების ანალოგიურად. კი ბატონო, კითხვები არ არის. რეკლამის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. აქ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა და რეკლამის გავრცელების შესახებ ნორმები შესაბამისობაში მოდის ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობის მოწყობის შესახებ საქართველოს კანონის პროექტთან. კი ბატონო, კითხვები თუ გაქვთ, მეგობრებო? კითხვები არ არის. ვაყენებ კენჭისყრაზე, ვინ უჭერს მხარს. მადლობა. გადავიდეთ მაია არ არის ჯერ მოსული, გადავიდეთ მეხუთე საკითხზე. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოხსენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბატონი გენადი ანროელაძე. ბატონო გენადი, გისმენთ. მადლობთ ბატონო შოთა, მოგესალმებით პატივცემულო პარლამენტის წევრებო, რატიფიკაციისთვის წარმოგიდგენთ ცვლილებების ოქს ჩინეთსა და საქართველოს შორის 2017 წლის 13 მაისის შეთანხმებაში რაც განხორციელდა, როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული შეთანხმება 2018 წლის 1 იანვრიდან ძალაშია. შესაბამისად, ახალი თანამედროვე მიდგომებიდან გამომდინარე აუცილებელი დადგა დღის წესრიგში, რომ განხორციელებულიყო შესაბამისი ცვლილებები. აღნიშნული ცვლილებები 2026 წლის 22 მარტს ცვლილებებს მოეწერა ხელი. შესაბამისად, ამას წინ უძღოდა ის გლობალური ეკონომიკური გარემო, რომელიც სწრაფად იცვლება, ვითარდება ახალი ტექნოლოგიები, იზრდება ელექტრონული კომერციის მნიშვნელობა, შესაბამისად იცვლება საერთაშორისო ვაჭრობის სტანდარტები და ჩნდება ახალი მოთხოვნები, როგორც სახელმწიფოების, ისე ბიზნეს სექტორის მიმართ. სწორედ აქედან გამომდინარეობს აღნიშნული ცვლილებები, რომელიც ჩვენ მოლაპარაკების შედეგად მივახცეთ ჩინურ მხარესთან. უფრო მეტი კონკრეტიზაციისთვის მნიშვნელოვანი იყო გარკვეული თავების დაკონკრეტება, შესაბამისად ასევე ახალი სფეროების დამატებაც, რომელიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას და პარტნიორობას. პირველ რიგში ცვლილებები შეეხება სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს. ამ თავის განახლებულ რედაქცია ითვალისწინებს სპეციალური სანიტარული და ფიტოსანიტარული ქვეკომიტეტის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ინფორმაციის გაცვლას, ტექნიკური საკითხების ოპერატიულ გადაწყვეტას და განხილვას და სავაჭრო დაბრკოლებების შემცირებას. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
ქართული სოფლის მეურნეობის სადა სურსათის სექტორისთვის, რადგან ჩინეთის ბაზარზე წვდომის გაფართოება ხშირად ამ მიმართულებით არსებული პროცედურების ეფექტიანობაზეა დამოკიდებული. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების საკითხი, განახლებულ თავი ქმნის უფრო თანამედროვე და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ ჩარჩოს, რომელიც დაეხმარება მხარებს სტანდარტების, შესაბამისობის შეფასებისა და რეგულირების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, შედეგად ქართული პროდუქციისთვის ჩინეთის ბაზარზე გასვლა კიდევ უფრო მეტად გამარტივდება. ასევე როგორც მოგახსენეთ, ემატება ორი მნიშვნელოვანი მიმართულება. პირველი მათგანია ინვესტიციების თავი, რომელიც აქამდე არ ჰქონდა გათვალისწინებული აღნიშნულ შეთანხმებაში. აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს პირდაპირ უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობასა და ინვესტორებისთვის უფრო პროგნოზირებადი და გამჭვირვალე გარემოს შექმნას. ეს მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება ჩინელი ინვესტორებისთვის, რომ საქართველოს მზად არის კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს ეკონომიკური თანამშრომლობა ისეთ სექტორებში, როგორც არის ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა და სხვა სტრატეგიული მიმართულებები. მეორე ახალი მიმართულება გახლავთ ელექტრონული კომერცია. თანამედროვე ეკონომიკაში ციფრული ვაჭრობა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა. შეთანხმებაში ელექტრონული კომერციის თავის დამატება ხელშეუწყობს ციფრული ეკონომიკის განვითარებას, ელექტრონული ვაჭრობის თვის არსებული ბარიერების შემცირებას და ქართული მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის. ეს იყო მოკლედ და მზად ვარ კითხვებისთვის. კოლეგებო, კითხვები? არა გვაქვს კითხვები. გთხოვთ, ვინ არის მომხრე, რომ მადლობთ. მე შემოგთავაზებთ 5 წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოვაცხადოთ. კიდევ ერთი საკითხი გვაქვს გასახილველი და ველოდებით ჩვენს კოლეგას მოხსენებელს და გავაგრძელოთ 5 წუთში. კოლეგებო, გავაგრძელოთ კომიტეტის ხდომა. კიდევ ერთი საკითხი გვაქვს განსახილველი. ეს გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი გრანტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტი მისმენთ პირველი მოსმენით მოხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი ქალბატონი მაია ბითაძე. ქალბატონი მაია, გთხოვთ. მოგესალმებით. პირველი მოსმენით წარმოგიდგენთ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებს. ამ ცვლილებების მიზანი არის ახალი სუბიექტის გაჩენა კანონის მიზნებისთვის, რომელიც იქნება როგორც გრანტის მიმღები, ასევე გრანტის გაცემის უფლებამოსილების მქონე. ამ შემთხვევაში საუბარი არის საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდზე. ფონდი, რომელიც 25 წელს აკრედიტირებული იქნა კლიმატის ცვლილების მწვანე ფონდის მიერ. მოგეხსენებათ, ეს არის ფონდი, რომელიც პარიზის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის შედეგად იქნა ჩამოყალიბებული. ფონდის საერთო შემოწირულობები ყველა სახელმწიფოს მიერ არის დაახლოებით 22 მილიარდი აშშ დოლარი. ამ მოცემულობაში საქართველოში ფონდი სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს, რომელთა მიზანი არის კლიმატთან ადაპტაცია და შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი საქმიანობის დაფინანსება და კანონში განხორციელებული ცვლილებებით და ენერგეტიკის განვითარების ფონდის გრანტის მიმღებად და გამცემად ასახვით უკვე აკრედიტირებული ენერგეტიკის განვითარების ფონდი უფლებამოსილი იქნება პირდაპირ მიიღოს ასე ვთქვათ თანხები კლიმატის ცვლილების მწვანე ფონდის მიერ და ასევე დააფინანსოს მას შემდეგ რაც გაივლის ეგრეთ წოდებულ რედინესის პროგრამას დააფინანსოს სხვადასხვა პროექტები რომელიც ასე ვთქვათ მწვანე ეკონომიკასა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და შერბილების პროექტებს შეიძლება მოხმარდეს. ამ ინფორმაციასაც მოგაწვდით, რომ ამ ეტაპზე ენერგეტიკის განვითარების ფონდი, რომელიც აკრედიტირებულია, მაგრამ რედინესის პროგრამა არაა გავლილი, ანუ სათანადო ტრენინგები არ არის სრულყოფილად ჩატარებული კლიმატის ცვლილების მწვანე ფონდის მიერ. მაინც პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კლიმატის ცვლილების მწვანე ფონდმა 50% დააფინანსა უშუქო სოფლების კომლების, ასე ვთქვათ, ელექტროფიკაციის პროექტი, რომელიც დაახლოებით 4000 კომლზე ვრცელდება.
კანონის მთავარი მიზანია, როგორც გითხარით, განისაზღვრება მეორე მუხლში, სადაც ემატება ენერგეტიკის განვითარების ფონდი, იგივე ცვლილებები ხორციელდება მესამე მუხლში, სადაც მიეთითება, რომ გრანტის გამცემი შეიძლება იყოს საქართველოს რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, რომელიც გრანტს გასცემს სატესტებო მიზნების განსახორციელებლად და ასევე გრანტის მიმღებად არის განსაზღვრული შესაბამისად მეოთხე მუხლის M-ქვე პუნქტი არის დამატებული კანონპროექტში და მეხუთე პრიმა მუხლის იმ ნაწილში, სადაც ჩამოთვლილია ის სახელმწიფო და მუნიციპალური ორგანოები, რომლებიც გრანტის მიღებისთვის თანხმობას არ იღებენ მთავრობიდან, ასევე ემატება ენერგეტიკის განვითარების ფონდი. ძალიან მოკლედ ეს იყო ამ პროექტთან დაკავშირებით, თუ რაიმე კითხვები გაქვთ, მზად ვარ გიპასუხოთ და გთხოვთ მხარდაჭერას, რადგან ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია ამ კანონში. მადლობა. კოლეგებო, კითხვები ხომ არ გვაქვს? მე მგონი მნიშვნელოვანი ცვლილებებია და ხაჭიროა მხარდაჭერა. გთხოვთ, ვინ არის მომხრე? მადლობთ. დღევანდელი ხდომა დასრულებულია. ჩვენ ხვალ გვექნება კიდევ კომიტეტის ცნობები. დიდი მადლობა. წარმატებულ დღეს გისურვებთ.